გამარჯობა ჩემო მეგობრებო, მე ახლა მიზურის შტატში ვარ. ეს არის ტრაკსტაპი ჯოპლინი 44, 44 გზაზეა მიზურის შტატში. არის ერთ-ერთი დიდი ტრაკსტაპი. 450 ადგილიანია. თუმცა ამაზე დიდი ტრაკსტაპიც არის ამერიკაში. ამერიკაში კი არა, ითვლება რომ მთელ მსოფლიოში. ეს არის აიოვაში, აიოვა 80 ქვია იმ ტრაკსტაპს და რომ მოხდები იმასაც გადავიღებ. ეხლა მე შევალ შენობაში. აქ არის შოურუმიც, მაღაზიები, ყველაფერია და შიგნიდანაც გადავიღებ. რა ხდება რომ ნახო. აი ესე გამოიყურება ოკლის სათვალეები მომწონს, კარგია. რეიბანები თუ ატყობთ რომ ხალხი არ არის. დღეს არის 4 ივლისი, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. მულოცავ რა თქმა უნდა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ასევე ყველა ამერიკის მეგობარს. ეს გახლავთ პეტერბილდი. რომელიც ესე გამოიყურება. აქვს ერთი საძინებელი და ეს არის ამერიკელი ტრაქერების საყვარელი ტრაილერი. აი ესეთი განათებებით ბევრი მინახავს, უყვართ. ესეთი რაღაცეები დამატებით რომ დააყენონ ტრაქზე. ლამაზია, ხო? ანუ პატარაა, მაგრამ ლამაზია. და სხვათა შორის ძალიან მუშაა. არის მექანიკა. აიდვენ. არის მექანიკა. აქედან ვერ დაგანახეთ, მაგრამ მე მგონი მეორე მხრიდან შეიძლება შეჭყით. მექანიკა. მაგარია, მე მომწონს. სიამოვნებით ვივლიდი აი ამ ტრაილერით. მოკლედ აქ იყიდება ძალიან ბევრი აქსესუარები, რაც შენ გჭირდება ტრაილერისთვის აბსოლუტურად ყველაფერი. არ იყიდება რა თქმა უნდა ტრაილერის ნაწილები, მაგრამ იყიდება აქსესუარები. აი ესეთი. ნუ იმდენ რამეს შეხვდები, რაც შეიძლება ნანახიც არ გქონდეს. აბსოლუტურად ყველაფერი. რომ გითხრათ, ფასები არ არის იაფი. ძვირიც არის, მე ვიტყოდი. დააგვირდით, ანუ გამოყოფილია, ანუ ადვილად მისაგნები და ხელმისაწვდომი რომ გახდეს. აი ეს ტრაილერის დასახელებები აწერია, რომ სპეციალურად ამ ტიპის ტრაილერისთვის არის აქ. მაგალითად, კენვორდი ეს, იქით ვოლვოა. ესენი არის toolbox-ები, ანუ ესე ვეძახით ჩვენ toolbox-ებს. აი ეს მეც მიყენია. ამაში ვინახავთ უკვე ჩვენ ხელსაწყოებს და საჭირო ნივთებს, რაც სამუშაოდ გჭირდება.
ესენი გახლავთ ჩეინები, ანუ იგივე ჭაჭვები, რომელსაც ჩვენ საბურავებზე ხმარობთ. ესე არის, ესეთ გამოიყურება. ეს უნდა გადააცვა საბურავზე და კარგად რომ მოარგო და არ მოსვლეს მაინც. შემდეგ უკვე ესენი უნდა დაუყენო. დამჭიმებია ეს რეზინები და კარგად გადაჭიმოთ საბურავზე და აღარ მოძვრება სიარულის დროს. ჩეინები მეც მაქვს გამოყენებული ბევრჯერ ვაიომინგში, ვაშინგტონის შტატში, ზამთარში. მაგის გარეშე აკრძალულია სიარული, ანუ რომ გაგაჩეროს პოლიციან და შეგამოწმოს და არ კონდეს ჭაჭვები, დაგაჯარიმებს და არც გაგიშვებს. გზაზე. აქ ესეთი სიწყნარე მე დიდი ხანია არ მინახავს. როგორც წესი, ბევრი მძღოლები ვირევიან ხოლმე, მაგრამ ეხლა რახან დამოუკიდებლობის დღეა და დასვენების დღეები დაემთხვა. ბევრი მძღოლი სახლშია წასული და ისვენებს. ესენი არის LED განათებები უკვე და ყველა ტიპის ტრაქისთვის არის განკუთვნილი. ეს კი გახლავთ ლეგენდარული კენვორტი. ამერიკული ტრაილერი. აი ესე გამოიყურება. ძალიან ლამაზია, რა სიტყვით. ნახოთ თუ აღია. ია. ესე გამოიყურება შიგნიდან. ესეც მექანიკაა, აი ბატონო. ყავის სიდენიებით. ორსაძინებლიანია. აი ზემოთ მოხსნილი აქვს ახლა, თორე წესით იქაც უნდა კონდეს დასაწოლი. აქვს სათავსოები, მაცივარი. ჭერიც როგორი კომფორტული და ლამაზი აქვს. ეს ახლა არ არის დასრულებული, რა თქმა უნდა. ეს უბრალოდ საჩვენებლად არის აქ დაყენებული, თორემ ეს დასრულებული სახით უკვე სხვანაირად გამოიყურება, უფრო ლამაზია. ეს რა არის? ეს მე მგონი არის დასაფენი. კი. ეს გახლავთ დირგარდი, ამას ესე ვეძახით ჩვენ, ანუ ირმებისგან დასაცავი. მეც მიყენია ეს ჩემ ტრაილერზე. ძალიან ბევრი ირემია გზაზე. ღამით იციან ხოლმე გადმორბენა. ორჯერ ამყავს მე თვითონ გატანილი ირემი და მაგ დროს ძალიან დამიზიანა წინ. ფარი გამიტეხა. ზიანი მომაყენა. ესენია მატრასები. ჩვენთვის ტრაილერში მოსათავსებლად საკმაოდ ძვირია. აი ფასები. როგორი გაოცებული, არავინ არ არის, მე მგონი მარტო მე დავდივარ. არა და ჯერ ადრია. ეს სპეცტანსაცმელია. სამუშაოდ. ეს კიდე სკამები. სხვათა შორის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დიდხანს გვიწევს საჭესთან შდომა, რამდენად კომფორტულია სკამი.
ესე იგი ამ ტრაკსტაპს ქვია ჯოპლინი 44. ესენი გახლავთ მოტოციკლეტის აქსესუარები, ყავის ჩანთა, შლემი. მე არ ამყავს მოტოციკლეტი და არა ვარ მაგის ფანი. სხვათა შორის ეს ამერიკელი ტრაილერი ძღოლები არ ვიცი რატომ არიან ამ ჩექმების მოყვარულები, მაგრამ ბევრი შეხვდებით, რომ ესე ჩექმები დადიან. ხა მე რო დავდივარ, მაწუხებს ხო ფეხზე, თუ მანქანაში რო ვზივარ და ჩუსტები მაცვია, რომ თავისუფლად კონდეს ფეხი, მაგრამ ესენი როგორ ძლებენ, არ ვიცი, ამ ჩექმებით მანქანაში ვერ გეტყვით. აქ არის ისევ და ისევ 라운დრი, სარეცხი შეგიძლიათ გარეცხოთ. არის ლაუნჯი მძღოლებისთვის მოსასვენებელი ოთახი. ეს ლაუნჯი. საშრობი, სარეცხი მანქანა, საშრობი, შხაპები. შეგიძლიათ იქით ლაუნჯია, ანუ დაждეთ და ტელევიზორს უყუროთ, ფილმებს უყუროთ. სავარძელში რბილად ჩაეფლოთ და დაისვენოთ. აქ სულ სუვენირები იყიდება. აი ესენი რა გატკებია. ბავშვობაში რამდენს ვიოცნებია ესეთი რო ქონოდა, მაგრამ აბა ხეთ თავის აგე სასროლი ტყუებიც მოყვება. აი ესეთები. ეს ქუდია. აი ეს. Tomahawk. $94 ტაქსები დაემატება, ალბათ $100 ეღირება. ესენია სულ სამხედრო სამკერდე ნიშნები, სხვადასხვა დანაყოფების. US Marines. ეს შტატის პოლიციის არის. აქეთ გახლავთ რესტორანი. ძღოლებისთვის ძირითადად ძღოლები, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობაც მოდის. ძღოლებისთვის ალკეა გამოყოფილი ადგილი, აი აქეთ შემოღობილი რომ არის, იქით ადგილობრივი მოსახლეობა მოდის და მიირთმევს ვახშამს. მე ხა მომშივდა.
რამეს ავიღე. ეს არის მექსიკური საჭმელი Taco Bell, ესე ქვია ამ ქსელს. Quesadilla, აი ჩვენებურ რაღაც ხაჭაპურს აგავს და ეს მომწონს. ყველი და სტეიკი აქვს შიგნით. სტეიკ quesadilla რო ქვია ეს. არის ასე მხოლოდ ყველითაც. ამას ავიღე. მომშვიდა რა ვქნა, დღეს არაფერი მიჭამია. დილის მერე $6 და 59 ცენტი ამას დაემატება კიდე ტაქსი სასმელი არ მინდა ამათი იმიტომ რომ Coca-Cola აქვს და Pepsi-Cola აი 7 და 18 მეუთითოთ სახელი დევიდ ეს არ გვინდა დავიხადოთ კარტი ჭამას რაც შეეხება ეხლა ჩვენ ხო სულ გზაზე ვჭამთ ცხოველები დაახლოებით გეტყვით ერთი კვება ჩდება სადღაც $12 ალბათ ესე და ის განმავლობაში სამჯერ ვჭამოვით, მე სასმელს დალევ, წვენებს იყიდი რამე, სიგარეტი გინდა თუ ეწევი. ახლობით ახვალ $50 თეში. მაგრამ ჩვენ როგორ ვიცევ, ჩვენ ხშირად დავდივართ. მაგდონალდ კი არა და Walmart-ში. Superstore-ია ესეთი Walmart-ი, სადაც იყიდება ყველანაირი ესე იგი საკვები და იქ ყიდულობთ. მაცივრები გვაქვს, ტრაილერებში ვავსებთ მე ამ მაცივარს ამ საკვებით საჭმელით, წყალსაც იქ ყიდულობთ და ესე ჩვენ თვითონ ხავით. აფაც გვაქვს. ვერცხლსაც გვაქვს, სტეიკსაც გვაქვს, ყველაფერს რაც გვინდა, მაგრამ ყოველთვის არ არის ამის საშუალება და ამიტომ გზაზე მაინც გიწევს სალაუნებურად ყვება. გზაზე ყვება კიდე ძვირია, სხვადასხვა შტატებს სხვადასხვა ფასები აქვს, ზოგან ძვირია, ზოგან იაფ, მაგრამ ეხლა ისე მოიმატა ფასებმა, რომ ყველგან ძვირია. ყველგან. აი ხო გეუბნებით, ანუ თუ სამჯერადაც შეჭამთ დღეში კიდე იქ წვენს იყიდით რა თქმა უნდა ხო რაღაცას სიგარეტსაც თუ იყიდით $50 გინდათ მაგრამ სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ სამჯერად ყვებას დღეში ან დილით რო შეჭამ შუადღემდე საღამომდე ვეღარ აჭამ Yeah Thank you Sir ეხლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება მექსიკური quesadilla. აი შევი აი აი ეს პატარა არ გონიათ რომ დიდ რამეს მოგიტანებ ესეთია და შიგნით აქვს ესე იგი ყველი და სტეიკი გემრიელია რა ეხლა ყავას ავიღებ კიდე და წავალ ჩემს ტრაილერში დავისვენ ჩავთავ ფილმებს უყურებ ახლა ვინაიდან ეს
ვაიმე ვერ მოასწარიყავ ის აღება და დაკეტეს. აი უნდა ამეყო რომ გამოიარე ღია იყო და წასულა, მაგრამ სხვაგან არის კიდე. ხო და იმასთან დაკავშირებით რომ მე ორ შაბათს უნდა ჩავიტანო ის თვითი რაც მაქვს აღებული. ბევრი დრო მაქვს მაგისთვის მიჩიგანში უნდა ჩავიდე. და ამიტომ გზაზე ვისვენებ, გაჩერებული ვარ. სახლიდან შორსა ვარ, სახლში ვერ წავალ. ძალაუნებურად მიწევს ტრაილერში ყოფნა და აი ეს ფილმებს უყურებ რა. ის ყავა ვერ მოვასწარ ამიღო იქ ცოტა გემრიელია უფრო მეტად, მაგრამ არა უშავს, აქაც შეიძლება აღება კოლუმბია დავლიო. მე მგონი ეს თავდება და რაღა დამემართა ეხლა ესეთი რაღაც. ამიტომ ეხლა მე ამას აი ესე ვიზავ, აი. ნახეთ, გადავაქცე. ამაზე ჩხუს კი არ დაგიწყებს და კივიც. და ცდის სხვა ყავას. იმედია აქ მაინც იქნება. აი ультра კაფე. Good morning. რომელი ლაუჩი? აი ამაზე. აბა, აქ არის, აი. აქ არის French vanilla და half and half-ი, creamery. French vanilla ჩავასხოთ. მოურიოთ ბატონო ჩემო. შაქარს არა უყრი ძალიან იშვიათ აქვს. აი გას. ეხლა კიდე მე მინდა გითხრათ რომ მე როგორც წინა ვიდეოებში ნათქვამ მქონდა და ერთი კვირის სტეიტმენტი გაჩვენეთ, ასევე მინდა მეორე სტეიტმენტის განხილვა ჩავწერო. How's it going, brother? Yeah, how you doing? Coffee. 260. All good? Yep. Thank you. Have a good one. ოდიში, მე მინდა ჩავწერო ასევე მეორე კვირის სტეიტმენტის განხილვა, რომ მოვახდინო შედარება პირველ ნამუშევარ კვირასთან და მეორე ნამუშევარ კვირასთან. და კიდე ბევრ რაღაცებს ავხსნი მე იმ ვიდეოში, რაც დაკავშირებულია ზოგადად ტრაილერზე მუშაობასთან, როგორც ბრძოლის პოზიციიდან, ისე ოუნერის პოზიციიდან. მე მგონი საინტერესო გამოვა და გავაკეთებ ამ ვიდეოს დღეს თუ ხარ და აუცილებლად დავდებ ჩემს არხზე და შესაძლებლობა გექნებათ რომ ჩემი აზრი, ჩემი დაკვირვება მოისმინოთ, რაც მე გამაჩნია და რაც მე დამიგროვდა იმ წლების მანძილზე, რასაც მე მუშაობ ტრაილერზე. აქ რაღაც ანალიზი და გაგაცნობთ აუცილებლად. დროებით ჩემო მეგობრებო და მადლობა რომ კიდევ ერთხელ რომ უყურებთ ჩემს არხს და ვიდეოებს.